პოლიტიკური კრიზისის სოციალურ-ეკონომიკური ეფექტები ამ თემაზე მრგვალი მაგიდა გაიხსნა, რომლის ორგანიზატორი ევროკავშირის საქართველოს ბიზნეს საბჭოა. რა შეიძლება გააკეთოს ბიზნესმა შექმნილ ვითარებაში და როგორ აისახება დასავლეთისგან იზოლაცია საქართველოს ეკონომიკაზე. ამ საკითხებზე მსჯელობა შეკრების მიზანი ბიზნეს სექტორის ნაწილის შეფასებით დასავლეთის მხრიდან ხელისუფლების მაღალჩინოსნების დასანქცირება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეპუტაციული ზიანია და შექმნილ კრიზისში საუკეთესო გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. რა შეფასებები გაკეთდა შეხვედრაზე დეტალებით ელენე გოგბერაშვილი გვერდება. ელენე, მოგესალმებით და გისმენთ. თითქმის 3 საათის განმავლობაში 50-მდე ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი მსჯელობს, თუ რა შეიძლება იყოს შექმნილ კრიზისულ ვითარებაში დღეს მთავარი გამოსავალი და რა როლი შეიძლება ჰქონდეს ამ შემთხვევაში კერძო სექტორს. როგორც ბიზნესი აცხადებს, ეს არის ერთ-ერთი ურთულესი საეტაპო გამოწვევა ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პროცესები დროულად მივიდეს დეესკალაციამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში საკმაოდ რთული იქნება ის შედეგები, რომელიც ექნება როგორც ქვეყანას, ასევე მის ეკონომიკასა და მის მოქალაქეებს. ერთ-ერთი მთავარი პრაგმატული გზა შექმნილ მდგომარეობაში ეს არის ხელახალი არჩევნების დანიშვნა, ასევე პროევროპულ აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება. ეს არის დღეს მთავარი მოთხოვნა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, რაც უფრო დროულად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება, ეს მით უფრო დროულად წაადგება ქვეყანას, აცხადებს დღეს ბიზნესი. მათი თქმით, ჯერ კიდევ კრიზისი დაიწყო რუსული კანონის მიღების შემდგომ, საკმაოდ ნეგატიური მოლოდინები ჰქონდა კერძო სექტორს, მათ შორის ინვესტორებს, ხოლო ამ პროცესმა ასევე სანქციებმა, რომელიც დაუწესა როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ასევე დიდმა ბრიტანეთმა ქვეყნის მაღალჩინოსნებს, ეს კიდევ უფრო ნეგატიურად მოქმედებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე, ზოგადად ქვეყნის იმიჯზე. ამიტომ ახლა დროულად უნდა მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილება, ესაუბროს მოქალაქეებს, ესაუბროს კერძო სექტორს იმისთვის, რომ მივიდეთ პროცესების დეესკალაციამდე. ბოლო 34 წლის მანძილზე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ურთულესი საეტაპო გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და ამიტომ ყველა მერთად ხელისუფლება იქნება ეს ოპოზიცია თუ რიგითი მოქალაქე უნდა ვიფიქროთ, რომ ჩიხიდან რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ. სხვა შემთხვევაში პოლიტიკურად ხო დავშლით ამ ქვეყანაზე დავანგრევ და კიდე ნახეთ რა არის ის რეიტინგები, ის მონაცემები, ის ციფრები, რაც გვაქვს და ხშირად ამაზე ვაპელირებ და ვამაყობთ, ნახეთ ერთ დღეში, ორ დღეში შეიძლება ჩამოიშალოს და ქვეყანა დარჩეს ყოველგვარი ეკონომიკური განვითარების პერსპექტივის გარეშე. ჩვენ როგორც არ უნდა ვცადოთ გავმიჯნოთ ქვეყნის ხელმძღვანელობა და ქვეყანა, ფაქტია, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობის დასანქცირება მაინც ირიბ გავლენას ახდენს ქვეყანაზე და ამ შემთხვევაში ჩვენ ყველანი გნებავთ თანამდებობის პირები, გნებავთ დანარჩენი საზოგადოება, გაერთიანებული ვართ ერთი ქოლგის ქვეშ, რასაც ქვია რეპუტაციული რისკი და რეპუტაციული უსაფრთხოება. ამიტომ, როდესაც საუბარი არის რეპუტაციის დაგნინებაზე, როდესაც საუბარი არის რეპუტაციული რისკის მომატებაზე, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით ქართული ეკონომიკის მიმზიდველობაზე, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაზე საუბარი არის ზედმეტი. ვიცე-პრეზიდენტის უმრავლესობა ამბობს, რომ შექმნილი მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, მათ უწევთ პარტნიორების დამშვიდება, ინვესტორები, რომლებიც ამ დრომდე თავს იკავებდნენ ქვეყანაში საინვესტიციო პროექტების განხორციელებისგან, ახლა ფიქრობენ, რომ საერთოდ აღარ განიხილონ საქართველოს საინვესტიციოდ, ამიტომ ქართულ პარტნიორებს უწევთ მათი დამშვიდება, თუმცა მათი თქმით ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესების წარმართვა, თუმცა მათი შეფასებით ქვეყანა არაკონსტიტუციურად იმართება, მაგალითად ქვეყნის პრემიერი ხვდება ცალკეული ვიწრო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, მათ ამშვიდებს, თუმცა დღეს აქ შეკრებილი ბიზნესმენების უმრავლესობა ამბობდა, რომ თუ მთავრობას გააჩნია კონკრეტული გეგმა, როგორ ხედავს შექმნილი კრიზისიდან გამოსავალს, სჯობია, რომ ყველას გააცნოს, მათ შორის იმ ბიზნესმენებს, რომლებიც დღეს თავისუფლად ღიად გამოხატავენ პოზიციას, არ ეთანხმებიან მათ გადაწყვეტილებას და მათ შორის ამ პოზიციას აფიქსირებენ იმ ღია პლატფორმაზე, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე დღეა უკვე ჩაშვებულია. მოკლედ დღეს ბიზნესი ამბობს, რომ მთავარი გამოსავალი შექმნილ მდგომარეობაში აუცილებლად კომპრომისზე წასვლა ხელისუფლების მხრიდან და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. დრამატიზირების გარეშე გეტყვით, რომ ძალიან ცუდი იმიჯი აქვს ქვეყანას საინვესტიციო. თანამედროვე მომხმარებელი არ კითხულობს სტატიებს, კითხულობს headline-ებს, ხო? არ არსებობს headline-ი გადახედოთ საქართველოზე, რომ ნეგატიური ინფორმაცია არ მოდიოდეს. არ შეიძლება ეს არ გადაეცემოდეს ბიზნესს, ეს გადაეცემა ბიზნესს. არა მარტო ბიზნეს, წარმოიდგინეთ ტურისტებიც კი აღარ შემოდიან ქვეყანაში ახალს თქმა, წარმოიდგინეთ როგორი
ბიზნესი უფრო დაკვირვებულია, ფრთხილია და ესე თქვა ცნობის მოყვარია ინვესტორი ვიდრე ნებისმიერ ტურისტი, ხო? მაგრამ როცა ტურისტიც კი არ მოდის ქვეყანაში, წარმოიდგინეთ ბიზნესს რა მალდა აქვს ინვესტორებს ქვეყანაში შემოსვლის კუთხით. სამწუხაროდ დღეს მდგომარეობით არ ჩანს რეალური ვადა ამ განმუხტვის და განმუხტვა ეს იქნება, რა თქმა უნდა, ეს იქნება ახალი არჩევნები, ჩემი აზრით. ეს იქნება ერთ-ერთი პოლიტიკური განმუხტვა, რომელიც დაეხმარება ბიზნეს კრიზისიდან გამოსვლაში. ბიზნესს სჭირდება სტაბილური გარემო. არა მარტო შიდა, არამედ გარე ინვესტიციების ნაწილში. რუსული კანონი იქნა ამ სტაბილური გარემოს ნგრევის დასაწყისი. თუ არსებულ მთავრობას უნდა რომ ეს ქვეყანა ევროპისკენ წაიყვანა, მაშინ მინიმუმ 9 პუნქტს შეასრულებდა, რომელიც იმ ღირებულებებზე დგას, სადაც წარმატებულია დღეს ეს ბიზნესი, როგორც ევროპაში და ამერიკაში. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში კრიზისი გარდაუვალია, ბიზნესი არ გაჩერდება, მე ვთვლი, რომ ახალი ბიზნესი იბადება. ბიზნესის პოზიცია დღეს ფაქტობრივად არის ერთიანი, უმრავლესობა, რომელიც დღეს ამ დარბაზში მსჯელობდა იმ გამოსავლის გზებზე შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან თანხმდება იმაზე, რომ ერთადერთი გამოსავალი დღეს ეს არის ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, ამიტომ ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას დროულად გადადგან ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები. მადლობა ელენეს, ელენე გოგბერაშვილი იყო, რომელმაც შექმნილ კრიზისულ ვითარებასთან დაკავშირებით ბიზნესის შეფასებები და პოზიცია გაკვაცნა.